გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. იმედს ვიტოვებ, საქართველოს მიმართ აღდგება ინვესტორთა ინტერესი, რომელიც საკმაოდ შემცირებულია. ასე აფასებდა 2025 წლის ბოლოს საინვესტიციო კლიმატს ბიზნესმენი ლევან ყარალაშვილი და ღიად ამბობდა, რომ საქართველო დასავლურად მოასწროვნა ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ იყო. Როგორი აღმოჩნდა 2026 წლის პირველი ნახევარი უძრავი ქონების ბაზრისა და ვაჭრობის სექტორისთვის, როგორ შეიცვალა ადგილობრივი ბიზნეს ჯგუფების და მათი უცხოელი პარტნიორების განწყობები და რას ელოდება ბიზნესი წლის მეორე ნახევარში. საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის დირექტორი, ასევე სავაჭრო ცენტრ თბილისის ცენტრალის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ყარალაშვილი იქნება დღეს წერტილის სტუმარი. ამ ჯგუფს საქართველოში 2003 წლიდან აქვს ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადებული. 2025 წლისთვის 50 მილიონიანი საინვესტიციო გეგმა 2 მილიონამდე შევამცირეთ, ამბობდა ამ სტუდიაში ლევან ყარალაშვილი 2025 წლის პირველ ნახევარში, მაშინ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე მოლოდინი ყველა სექტორში ნეგატიური იყო და არც ბიზნესი ყოფილა გამონაკლისი. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ინვესტორებს საინვესტიციო აპეტიტი აღარ აქვთ. აცხადებდა ბიზნესმენი. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ინვესტორებს საინვესტიციო აპეტიტი აღარ ჰქონდა, ამბობდა ლევან ყარალაშვილიც. რა შეიცვალა არასრულ 2 წელიწადში საქართველოში დაუბრუნდა თუ არა ბიზნეს ინვესტირების აპეტიტი და ასევე რამდენად ადაპტირდა კერძო სექტორი არსებულ რეალობაში. ლევან ყარალაშვილი რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება სტუდიაში. თუმცა ვიდრე ინტერვიუს ავიწყებთ, საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მეორე კვარტალის ანგარიშიდან რამდენიმე საინტერესო მონაცემე მინდა გაჩვენოთ, რომელიც ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ 5 ფაქტორს ასახავს. ხუთეულის თავშია სპეციალისტების ნაკლებობა, ასე აუკვეწლებია. მას მოსდევს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები და სამუშაო ძალის ნაკლებობა. კვლევის თანახმად სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ მშენებლობის სექტორსა და საშუალო ზომის კომპანიებში იგრძნობა. სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად საშუალო ბიზნესს აწუხებს, ასევე განსაკუთრებით მომსახურების და ვაჭრობის სფეროში. სამუშაო ძალის დეფიციტი კი ყველაზე კრიტიკული მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებისთვისაა, ხოლო მოთხოვნის სიმცირე სერიოზული ბარიერია მომსახურების დარგისთვის, მაშინ როცა მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ ფიქსირდება. საყურადღებოა, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში ხელის შემშლელი ფაქტორებიდან ყველაზე მკვეთრად სწორედ მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა, როგორც ახლა ინფოგრაფიკზეც ხედავთ, ეს მაჩვენებელი 11% პუნქტით გაიზარდა და მიაღწია 32%-ს. შედარებისთვის 2025 წლის ბოლოს ეს პრობლემა გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 11%-ს აწუხებდა. რა სიგნალია ბიზნესისთვის მოთხოვნის სიმცირე როგორც პრობლემა, რა თქმა უნდა, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ბიზნესმენ ლევან ყარალაშვილთან ერთად, საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის დირექტორი, ასევე სავაჭრო ცენტრ თბილისის ცენტრალის აღმასრულებელი დირექტორი უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშტების ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბოლოს წერტილში 2025 წლის გაზაფხულზე იყავით, გადავხედეთ დღესაც რომ ემზადებოდი თქვენთან ინტერვიუსთვის, მაშინ გაკეთებულ განცხადებებს, შეფასებებს, მოლოდინებს. საინვესტიციო აპეტიტი არ აქვთ ბიზნესმენებს, ყვებოდით მაშინ და ახლაც გავიხსენებ, ხომ 50 მილიონიანი საინვესტიციო გეგმა 2 მილიონამდე შევამცირეთ 2025-ში ამბობდით. როგორი იყო ამ მხრივ 2026 წელი, რა დაგეგმეთ, როგორ მიყვებით და რა განწყობას და აპეტიტს ატყობთ მთლიანად ბიზნესში? მოგესალმებით თელარა, მადლობა მოწვევისთვის. კარგი მომენტები იყო, რაც გამახსენეთ, მეც გამახსენდა. იცით, იმით დავიწყებ ინვესტიციებზე რომ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სტატიკურ სამყაროში, ხო? და ინვესტიცია არის იგივე ფულის ნაკადები, რომელიც მიედინება და ყოველთვის გრძელობს თავის გზას. დღევანდელი მოცემულობა მაგეთან გადმოსახეთ დღემდე მოსული კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ეს ნაკადები დღეს საქართველოს რეალურად გვერდსულია სამწუხაროდ და იმ გლობალურ კონკურენტულ გარემოში, რომელშიც ჩვენ როგორც ქვეყანა მონაწილეობთ დღეს, საქართველოს მიმზიდველობა ნამდვილად შემცირებულია ყველა კუთხით. იმიტომ რომ არც ერთი რაღაც განსაკუთრებული მსხვილი პროექტი დღეს ევროპული ინვესტიციით ქვეყანაში არ ხორციელდება და ეს ფაქტია. ანონსდება კონკრეტული რაღაც ეიფორიული პროექტები, რომელზეც რა თქმა უნდა როგორც ნაკადი და ინვესტიცია თუ მაგალითად Eagle Hills ავიღებთ, არ ჩანს. რეალურ ეკონომიკაში ეს ყველაფერი არ აისახება ჯერჯერობით. ამიტომ სამწუხაროა და ფაქტია, რომ დღეს აპეტიტი როგორც გარე, ასევე შიდა ბიზნეს ჯგუფებში ფრიად შემცირებულია
და თქვენ ახსენეთ იგივე ჩვენის ინიციატივაზე ჯგუფს, რომელსაც $300 მილიონ-ზე მეტი აქვს ქვეყანაში შემოტანილი, 2 მილიონი თქვი მაშინ, მაგრამ კარგი ამბავი მაქვს, რომ გავაორმაგეთ ეს 2 მილიონი და $4 მილიონ-მდე იქნება ჩვენი წლევანდელი ინვესტიცია, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენ პროექტებში, მაგრამ ხალხს გაუსწორს, რომ ეს არის ის მიზერი რეალურად იმასთან რის შესაძლებლობაც გააჩნია, როგორც ჩვენ ჯგუფს, ასევე სხვა რამდენიმე ჯგუფებს, რომლებიც განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორების თანამონაწილეობით არის დაფუძნებული. ინვესტიცია არის, რა თქმა უნდა, ის ძირითადი საშუალება, რომელიც ეკონომიკის გზას ხელს უწყობს და ამავე დროს ქმნის რეალურ სამუშაო ადგილებს, ხო? და ამ გლობალური კონკურენციის პირობებში, როდესაც ქვეყანის კურსი კლავაც დედნილი არის იმ ევროპულ რელსებს, მოდი ასე ვთქვა და ეს ყველაფერი აისახება იმ შემცირებულ ინტერესში, იმ ასე ვთქვათ არა კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში, რაც ჩვენგან გარეთ გადის, რა თქმა უნდა მოქმედებს განწყობაზე და არავის არ ეგონოს, რომ კვალიფიციური ინვესტორები მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნებიან ის ევროპიდან, ჩინეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ამას ვერ ხედავენ. სტაბილურობა ყველას უნდა, გარემო ყველას უნდა, შესაბამისი სამართლებრივი გარემო ყველას სჭირდება და რეალურად თავარი კითხვა რაც დღეს აქ წარმოიშვება, აქ ფაქტორები ჩამოთვალეთ თქვენ სხვადასხვა ხელშეუხებელი ფაქტორებში, მეთქი მე დავამატებდი, ეს არის ინვესტიციის დაცულობაც კი. დღეს რეალურად ინვესტორებს ქვეყანაში შემოდის, მას არ აქვს იმის განსა, რომ მის ინვესტიცია მანდ უსაფრთხოა, დაცულია და თუ რამე პრობლემა შეექმნება, მას ექნება ბერკეტები ან საშუალებები, რომ საკუთარი ინვესტიცია არ დაკარგოს. ამ ყველაფრის ფონზე განწყობა ვფიქრობ, რომ მაინც საკმაოდ ისეთი ფრთხილი არის დღევანდელ ასე ვთქვათ ბიზნეს ერთეულებში და ესე ფრთხილე ადრევე ხმარობდით ხოლმე ტერმინს ფრთხილი ოპტიმიზმი და სამწუხაროდ ოპტიმიზმის სივრცე დარჩენილა არ და უბრალოდ ფრთხილად უდგებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებებს, უფრო პრაგმატულად უდგებიან, როგორც ჩვენ, ხო, მაგალითად ვაკეთებთ ვთქვათ იმ აუცილებელ მინიმუმს, რასაც ვფიქრობთ, რომ საჭიროა და შესაძლებელია დღესა გავაკეთოთ. პროექტებზე აუცილებლად ვისაუბრებთ მათ შორის იმ $4 მილიონ-ზე, მაგრამ აი თქვენ ახსენეთ, რომ დღეს საინვესტიციო ნაკადები გვერდს უვლიანო საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას, ვიცი რომ ყავთ არაერთი ევროპელი პარტნიორი, ხო? ფრანგებიც, სწორად მახსოვს. ფრანგები, ჰოლანდიელები, დიდი ბრიტანეთი, ასეული ოჯახი, რომელიც 30% მსოფლიოს ყველაზე დიდ ოჯახებში შედიან. რა არის მათი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა? 300 მილიონი 2003 წლიდან არსებობს, ხო, თქვენი კომპანია და აშკარად საშუალოდაც ბევრად მეტი გამოდიოდა წლიურად ინვესტირება, ვიდრე ახლა ვსაუბრობთ. რაზე სვამენ კითხვებს და ეს ფრთხილი ოპტიმიზმი არა, მაგრამ სიფრთხილე რომ მოდი ცოტა ჩავდოთ, იმიტომ რომ არ ვიცით რა მოგებას მოიტანს, ეს არის მთავარი რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, დაცულობა თუ აი ყველაზე მეტად რა აშინებთ? მოდი ესე ვთქვათ, მთავარი კითხვის ნიშანი დღეს არის, რომ ხედავენ, რომ რაღაცა ღირებულებითი აცდენა არის რა. ღირებულებითი აცდენა რეალურად იმ ნარატივში, რასაც ისინი ისმოდნენ 20 წლის წინ და რასაც ისმენენ დღეს. იგივე ხელისუფლების დონეზე. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და რა თქმა უნდა, პოლიტიკას ძალიან დიდი როლი აქვს ბიზნესში და მათ შორის ნებისმიერი სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც რეალურად არ ჩანს ის, რომ ევროპული ინვესტიციები აქ იქნება ხალხს გაუსაუბრებელი დაცული და მეორე წახალისებული ამ ჭრილში ხდება ამ ნაკადების გადამისამართება ხდება თქვა იგივე ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რეგიონის კუთხითაც რო წავიდეთ, ვიცი, იგივე ჩვენ მეზობლურმა საკმაოდ გაგვასწრე ხო სომხეთი რო ავიღოთ დღეს და თუნდაც იგივე აზერბაიჯანი. ამ ჭრილში ისიც ბოდიშთა ტერმინს ვიხმარ, რაღაც მოჩანჩალა ქვეყანას ეფექტი, სტატუსი მივიღეთ დღეს და პასუხი არის ძალიან მარტივი. ლევან, ჩვენ ვართ მანდ გვირდებით ამ ყველაფერს, მაგრამ მოდი რა აქტიურ პროექტებზე დღესდღეობით დიდად არ გველაპარაკოთ. და რთულია თქვენს რაიმე ისეთი არგუმენტი უთხრათ, რომ ცდებიან და არა შემოიტანა ამ რითი ჯობი ვართ ახლა როგორც ქვეყანა, ჩვენ როგორც გარემო დღეს თქვა იგივე სხვა კონკურენტულ გარემო შესულ ქვეყნებს, მაგის დასაბუთება დღეს უფრო და უფრო რთული არის გამხდარი და ამას რო ემატება ზოგადად ის პოლიტიკური ნარატივი და ის ასე ვთქვათ ტერმინოლოგია, რასაც უმაღლესი პოლიტიკური ფიგურები დღეს იყენებენ, ეს რა თქმა უნდა ამ
განსხვავებას კიდევ და უფრო აფუჭებს. თავარი რისკი რა არის ბატონო ლევან და შემდეგ უკვე პროექტებზე ვისაუბროთ უშუალოდ თქვენი კომპანიის საქართველოს ეკონომიკის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე ეკონომისტებიც, ბიზნესმენებისგან მსმენია, თუმცა მთავრობას არ უნდა ამის აღიარება, რომ თუ ბოლო წლებში გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის ასე ვთქვათ, კანდიდატის სტატუსი გვაქვს ქაღალდზე, ვერც ამერიკასთან ვერ ახერხებს მთავრობა ურთიერთობების გადატვირთვას და ასე შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომი რაღაცნაირად დადებითი შოკი აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისთვის და მოგყვება ეს, ასე ვთქვათ, ძალა. თუ ხომ არ არის დრო, ან რამდენად ხდება უკვე მილევა ამ ფაქტორების ეკონომიკურ ზრდაში და უფრო რისკი იქნება ომის დასრულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუ ეს ასე ვთქვათ, ზურგის ხარი არ გვექნება, თუ პირიქით შეიძლება ვიხეიროთ ამითაც. რა მოლოდინები გაქვთ ბიზნესში? ძალიან საინტერესო კითხვა არის. ეკონომიკური განვითარების, ვთქვათ, სტიმულირების, რა თქმა უნდა, რაღაც სტანდარტულად რამდენიმე ფაქტორი არის, ხო, ეს არის პირდაპირ ინვესტიცია, შიდა მოხმარების ზრდა, რაღაც კაპიტალის ბაზრების განვითარება. სამწუხაროდ მე მგონი არც ერთი დღეს არ ჩანს აქ, ხო? ანუ რაღაც კვაზი დამახინჯებული ზრდა არის, რაც ახლა გამოწეულია იმ კონფლიქტით, იმ ომის ფონზე, რა თქმა უნდა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენგან ჩრდილოეთით და როგორც ასე ვთქვათ, ტრანზიტული ქვეყანა ერთის მხრიდან, როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელიც მეტნაკლებად რაღაც ბალანს კიდე იჭერს ამ მიმართულებით და სანქციების მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად ისეთ დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ამ ზრდაზე, ხო? ახლა თქვენ ახსენეთ და რაღაც ეს გადავხედე სტატისტიკას, უბრალოდ მაინტერესებდა. დღეს მაგალითად ჩვენი ექსპორტის პირველი პოზიცია არ შეცვლილა და არის ავტომობილები და მეორე პოზიცია აღმოჩენა იყო ჩვენთვის, რომ თურმე ნავთობპროდუქტების წარმოებელი ქვეყანა გავხდით რა და ექსპორტის 10% თურმე ჩვენთან იწარმოება, ხო? ახალი ქვეყნებიც გვაქვს საექსპორტო პარტნიორი. და ხო, აი საექსპორტო პარტნიორებს კარგად ახსენეთ, ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი საქართველოსი დღეს არ ვიცი, ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, არის ყირგიზეთი. და ალბათ დედაქალაქი რო კითხო მოსახლეობის 90%-ს ვერ დაგისახელებენ, ხო? ხო, ანუ ეს ომის სიტუაცია რეგიონალური თემა არის, რითაც რა თქმა უნდა ზოგან ძალაუნებურად, ზოგან ისე რა თქმა უნდა ხეირობს დღეს ადგილობრივი ბიზნესი და კითხვა იყო ომის მილების შემდეგ, ბევრი ხანდახან ისმენ ხოლმე, აი ომი შეიძლება რომ მილევა და იმედია მალე დამთავრდება და მე შეიძლება შეიცვალოს ეს ყველაფერი უყურმა წავიდეს. ჩემი პროგნოზის მასალა განსხვავებული პირიქით მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამ ომის მილევა და დასრულება და ახალ ტალღაზე გადასვლა ალბათ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაზრდის იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყანა შეიძლება გააჩნდეს და ქართული ბიზნესების უმრავლესობა და ბიზნესმენები საკმაოდ მდგრადები გამოდგნენ ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ კი, საკმაოდ, იმიტომ რომ პანდემიიდან დაწყებული და მე ეს კარგად გამოჩნდა და ადაპტირებადების ვართ და ვფიქრობ, რომ ეს ასე ვთქვათ, სიტუაცია შეიძლება რაღაც მომის შენარჩუნდეს და რაღაც შოკური თემა ნამდვილად არ გველოდება. მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, როგორ აისახება ეს ყველაფერი თვითონ მოსახლეობაზე და ზოგადად კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვა რიგითი მოხმარებიც იქნება თუ რიგითი მოხალხე. თვითონ ქვეყნის ეკონომიკა ვიგულისხმოთ, რომ მე აქ ესეთ მოლოდინები გამიგია ხოლმე სხვადასხვა კომპანიებისგან, მაგალითად სამშენებლო კომპანიებისგან, რომ უკრაინაში რომ დასრულდება ომი, იქ დაიწყება დიდი აღორძინება და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის ბიზნესი იქ შეეცდება, რომ თავისი წვლილი შეიტანოს, მაგრამ აი საქართველოსგან რა დარჩება? საქართველოში რა დარჩება? თუ რაღაც ჩვენ შიგნით არ მივახმარეთ იგივე უკეთესი საინვესტიციო გარემო, უკეთესი სამართლებრივი გარემო, ინვესტიციების დაცულობა და ასე შემდეგ. მიუხედავად, ასე ვთქვათ, ამ ზოგადად უარყოფითი პოლიტიკური ფონისა, ხო, რეალურად დღეს ბიზნესის დონეზე, განსაკუთრებით ცილად საშუალო ბიზნესის დონეზე ნარჩუნდება და ასე ვთქვათ, ბიზნესები საკუთარი რესურსის, ენერგიის და პირადი ურთიერთობების ხარჯზე ახერხებენ იმას, რომ შეინარჩუნონ სტატუს-კვო და მეტნაკლებად სტაბილური ოპერირება გააგრძელონ, ხო? ამ ჭრილში, რა თქმა უნდა, იქნება სექტორები, რომელიც განსაკუთრებით განიცდის დარტყმას ამ მიმართულებით და შეიძლება გაუჭირდეთ, არ ვიცი, შეიძლება იყოს ტურიზმი, ჰოსპიტალიტეტი, ეგეთი მიმართულება, სასტუმროების ბიზნესი, ან ამერეთი. ზოგადი ვაჭრობა, ლოჯისტიკაზე იყო ბევრი ლაპარაკი მაგალითად და დღეს, რა ვიცი, იმდენი საწყობი ორნობა აშენდა დღეს და კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდა, რომ ამ მიმართულებით კი არის პოტენციალი იმის ფონზე, რაც დღეს თუნდაც რუსეთში ხდება ამ ჭრილში. ამიტომ პოსტ-ომის
თემაზე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ფაქტორი შენარჩუნდება, მაგრამ როგორ მოხდება თანაბრად ამის გადანაწილება სექტორებს შორის და ვინ როგორ იხერხებს, ამის პროგნოზირება ცოტა გამიჭირდება. თავარი რისკი რა არის? აი თქვენთვის როგორც ბიზნესმენისთვის, თუნდაც წელს რომ 4 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახალს დებს მხოლოდ თქვენი კომპანია რისკად რას მიიჩნევთ აი? ჩვენი შეფასებით მაინც ხალხს გაუსვავ რა, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არის ისევ თვითონ ინვესტიციის დაცულობაზე რა. ანუ რეალურად ის სასამართლო სისტემა, რომელიც ამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ რამდენად შეიძლება მართლადი იყოს, ხო? დღეს არანაირ გარანტიას არ აძლევს უცხოელს, რომელიც აქ ფულს შემოიდა, შეიძლება მისი ბიზნესი დაცული იყოს რა. ეს ერთ-ერთი მთავარი რისკი არის. ნახსენები იქნება სპეციალისტების ნაკლებობა, თვითონ გადინება იგივე თქვათ კვალიფიციური პერსონალის და მუშახელის ქვეყნიდან რა თქმა უნდა ეს რჩება, მაგრამ მოდი მანდაც ცოტა ესე დავსვათ კითხვა რა, ჩვენ სამწუხაროდ არასდროს არ ყოფილვართ რაღაც მძიმე ინდუსტრიული ქვეყანა და ამ ჭრილში არც დიდი ასე ვთქვათ ქარხანები და ის არ გვაქვს, ხო? არ გვაქვს, ხო? მით უმეტეს დღეს მეორეს მხრივ ერთმანეთს ხედავთ, რომ ძალიან ვითარდება იგივე ციფრული ტექნოლოგიები და ციფრული ინდუსტრიები. ამ ჭრილშიც იგივე თემაში მე მქონდა რამდენიმე ასე ვთქვათ ქართულ სტარტაპებთან და მეებთანაც შეხება და ბევრი მათგანი უკვე გავიდა კიდევაც, აი ნამდვილი ასე ვთქვათ brain drain, ანუ ტვინების გადინება მანდ უფრო ხდება, ვიდრე სამშობლო სექტორის დონეზე რო ავიღოთ ან რამე, იმიტომ რომ ამ ტიპის მუშახელის ჩანაცვლება შედარებით იოლია, ვიდრე რა თქმა უნდა კვალიფიციური და განათლებული უფრო მაღალი დონეზე. ამიტომ ეს რისკები რა თქმა უნდა ერჩება, ეს იქნება იგივე პოლიტიკური ფონი, სასამართლო სისტემა, კვალიფიციური მუშახელი ახალი საწარმოების ასაშენებლად და რეალურად როგორ შეიძლება ამას ყველაფერს უმკურნალოთ, ალბათ ისე კომპლექსური მიდგომა ჭირდება ამას და დამოუკიდებლად ჩვენს ქვეყანას ამის რესურსი ნამდვილად არ გვაქვს და რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და თავი მოვიტყუოთ რო გვაქვს, ეს მე მგონი ასნელი იქნება რეალობას. ბევრჯერ ვახსენეთ და თქვენც ახსენეთ ბიზნესი აი ადაპტირდა შოკების მედეგი აღმოჩნდა და ასე შემდეგ. და ბოლო პერიოდში უნდა ვაღიაროთ ისიც რომ ქვეყანაში კანონად იქცა ასეთი გადაწყვეტილება, რომ ბიზნესმა უნდა ისაუბროს მხოლოდ ბიზნესმენმა და იურიდიულმა პირმა იმ თემაზე, იმ სფეროზე, რაშიც ის არის და არა სხვა რაღაცებზე. მსგავსი კანონები, ერთი ინვესტიციის დაცულობა, მაგრამ მეორეა სიტყვის თავისუფლებაც ხო რამდენად დაცულია ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიმართაც ადაპტირდა ბიზნესი, თუ რაღაცნაირად თუ ხარ ამ ქვეყანაში და ვცდილობ ხოლმე მეც გაგებით გაბუგო ბიზნეს სექტორს, სხვა გზა არ არის, ხო? უნდა იზრუნო ინვესტიციებზე, უნდა იზრუნო დასაქმებულებზე და რაღაცნაირად თქვენ სწორად შენიშნეთ, კი ბატონო, მოდი მე არ ვიტყვი რომ ადაპტირდა. მე ვფიქრობ, რომ უფრო პრაგმატულად მიუდგა, იმიტომ რომ იმ 10,000-ობი და 100,000-ობი დასაქმებული, რომელიც დღეს კონკრეტულად ბიზნესს ყავს, ამ ხალხზე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს, სამსახური კონდეს, ხელფასი გადაუხადო დროულად და შესაბამისად კონდეს. რა თქმა უნდა, ამას ვთქვათ, დრაკონული კანონების მიღება კიდევ ერთხელ ხას უსვამს თუ რამდენად ვსდებით იმ ღირებულებებს, რაც ვახსენეთ და რამდენად შორდებით რეალურად აღქმას თუ რა არის თავისუფალი ბიზნესი, რა არის დემოკრატიული სახელმწიფო და ის რომ თქვა კონკრეტული ბიზნესმენები დღეს შეიძლება პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა არ აკეთებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ადაპტირდნენ ან გაჩუმდნენ ან რაღაცას ეხმარებდნენ. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს publicly, ანუ ისე საზოგადოებრივ გამოხატავენ ამას, თორე ვფიქრობ, რომ როგორც ძალიან პრაგმატული ნათლა და საღად მოაზროვნე ფენა, რომელსაც იცის დღეს როგორ და რასთან აქვს საქმე, ეს უფრო იმის შედეგია, რომ დიდად შეიძლება ამ მართულებს გამოხატულებას არ ხედავთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ადაპტირება და შეგუება, ამას პირდაპირ ხაზს დაუსვა. კი ბატონო. ვისაუბროთ ბიზნეს პროექტებზე, ვაჭრობის სექტორით მინდა დავიწყოთ და თბილისის ცენტრალის 10 მილიონიანი პროექტით. რამდენიმე კვირის წინ BMG-ზეც საქმენდილაშიც საუბრობდით გიორგი ისაკაძესთან, მოგვიყვებით კიდევ უფრო მეტი რა ეტაპზე არის, რას მოიცავს ეს პროექტი და ზოგადად აქვე წლის პირველი ნახევარიც რო შეგვიფასოთ თბილისის ცენტრალის მაგალითზე, როგორი წელი იყო ვაჭრობის სექტორზე, შემოსავლებზე, როგორი ისახება, მათ შორის ტურისტების შეცვლილი გეოგრაფია, ხშირად საუბრობთ ბოლო პერიოდში, მიგრანტების ეფექტის მილევა თუ გალევა უკვე.
კი ბატონო, ის პროექტი, რომელსაც ჩვენ თქვათ დღეს თბილისის ცენტრალში ვახორციელებთ, ეს არის დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრის სივრცის განახლება. განახლებაც ცოტა ისე სუბუქად ნათქვამია, თვისობრივი გარდაქმნა და 40 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ცენტრალის ტერიტორიაზე, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ის რეკონსტრუქცია, რომელშიც ჩვენ თავის დროზე $30 მილიონი ინვესტიცია განვახორციელებთ თბილისის ცენტრალში, მოიცავდა შიდა სივრცეებს და მაინც იყო გარეთ დარჩენილი ის ინფრასტრუქტურა, რითაც ვთქვათ, გზავრები სარგებლობდნენ, მიდიოდნენ და ხშირად ყოფილხართ ბათუმში და ცოტა ასე ვთქვათ, შელახული არის იქაურობა, მოდი ესე ვთქვათ. ჩვენ რამდენიმე წელი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით, რომ გაგვეტანა ეს თემა და მიხარია, რომ დავზარით ეს პროექტი. ჩვენთვის ეს არის რაღაც ნაწილობრივ სოციალური პასუხისმგებლობის ტიპის პროექტი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ სივრცეს, რომელიც იქნება საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, განახლებული მოსაცდელი დარბაზი, ბაქანი, რომელშიც ნაწილად შეიმინება და უფრო კომფორტული გახდება თავისი შიდა და გარე სივრცეებით, მოეწყობა იქ შესაბამისი ბიბლიოთეკა, ლაუნჯი, კაფეტერიები, ანუ ის ყველაფერი, რაც თვისობრივად შეცვლის ნებისმიერი იმ ასე ვთქვათ, ვიზიტორის განწყობას და ხოლმე სავიზიტო ბარათია ცენტრალური რკინიგზის სადგური ერთადერთი და მოდი ასე ვთქვათ აეროპორტი და რკინიგზის სადგური ტურისტებისთვის თუ მოქალაქეებისთვისაც არის პირველი. და ძალიან კარგია რომ ჩვენთან ასე ვთქვათ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ნუ ასევე ხდება პარალელურად რკინიგზის მიმართულებითაც მათ კუთვნილებაში არსებული ორი დანარჩენი ბაქანის რეაბილიტაცია რომლის ტენდერის გამოცხადა სხვათა შორის დაუახლოეს პერიოდში იმედია დასრულდება და მომავალ წელს ეგეც გაკეთდება და თვისობრივად მივიღებთ ახალ სივრცეს და როდის გაიხსს? ჩვენ ვფიქრობთ რომ წლის ბოლომდე ჩვენს ნაწილს დავასრულებთ, ანუ ამ წლის ბოლომდე იქნება დასრულებული დაახლოებით 4000 კვადრატის რეალიზაცია. მომავალ წელს მივამატებთ კიდე დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრს, რომელიც კიდე უფრო ლამაზი და საინტერესო იქნება და მომავალი წლის ბოლომდე თბილისის ცენტრალი სრულიად გარდაქმნილი იქნება ყველა მიმართულებით. როგორც სავაჭრო ცენტრის კუთხით, ასევე ბაქნების კუთხით და გარემოს კუთხით და ეს ინვესტიცია კიდევ ხალხს გაუსვავ, რომ ეს არის რეინვესტიცია, მოდი ისევ კიდევ ერთხელ ვიტყვი. უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჩვენი აქციონერების მიერ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მათ უთხრა, იმიტომ რომ ნახევრად სოციალური ტიპის პროექტად ვაკეთებ და ეს არის ის აქტივი, რომლის საბოლოო ჯამში გრძელვადიანი ხედვა გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი რამე შევმატოთ. ვაჭრობის სექტორსაც რაც შეეხება, ხო, ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება, მოდი ესე ვთქვათ, ჩაშანსთან შედარებით უკეთესად არის სიტუაცია ნამდვილად. მოდი ესე ვთქვათ, რომ რაღაც ისეთი უმნიშვნელო ზრდა არის, მაგრამ უკეკლება რო ეს პლუსი არის. ქართველი მოხმარებლის ქცევა მე ხშირად ვახსენებ ხოლმე და არის დღეს შეცვლილი. იმ გაზრდილი ფასების ფონზე აქცენტი გადატანილია უფრო საკვე პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საქანზე. ჩვენი ცენტრის სპეციფიკა მაინც არის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ისეთი პროდუქტები, რასაც უფრო მეტი კაპიტალტევადი, ასე ვთქვათ, დანახარჯების გაწევა უწევთ მოსახლეობას ამ შემთხვევაში, თუმცა სექტორში ზოგადად ტრენდი შეიძლება ითქვას, რომ შენარჩუნებულია პოზიტივისკენ და იმედია ეს ასე გაგრძელდება. ტურისტებიც ახსენეთ და ეგეც საინტერესო თემა იყო, მგონი რამდენიმე დღის წინ დაიდო ვიზიტორების სტატისტიკა იყო ხო გასემული და ცეთვის აღმოჩენა იყო რომ ყოველი მეოთხე ვიზიტორი არის რუსეთის ფედერაციიდან და თითქმის ყოველი რაღაცა მე-6 თურქეთი ანუ რეალურად ევროპელი ვიზიტორების წილი არის ჩასული 8%-მდე, ხო? მიუხედავად ამისა, თორსების 300,000-მდე ევროპელმა ვიზიტორმა, 200,000-მდე უფრო მეტი ფული დახარჯა საქართველოში, ვიდრე 600,000-მა რუსმა. ანუ ეს კიდევ ერთხელ იმის ნიშნებაა, რომ რეალურად რატო არის საჭირო ევროპული ოჯახში შესვლა, როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი, არა მარტო ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ზოგადად მოსახლეობის ცხოვრების დონეს, თვითშექმნების დონეს და ყველაფერს ეწევზევი და დიმდიმეც ვიტოვებ, რომ რაღაცა კუთხით ეს შემოტრიალების მომენტი დადგება. ხო, ეს იმედი აუცილებლად უნდა დავიტოვოთ მithumetes თუ გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, მუშაობა, საქმის კეთება. ცოტა დრო გრჩება და მინდა ბორჯომის ბაზრობის აღდგენაზეც გითხოთ. წლის დასაწყისში ამბობდით, რომ თბილისის მერიისგან, მთავრობისგან ელოდით გარკვეულ ნებართვებს. მოგცეს ეს ნებართვა? მუშა პროცესში ვართ. კი დაიწყო დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის სივრცე, უბედური შემთხვევა მოხდა. ეს ვთქვათ, კარგია ის არავინ არ დაზარალებულა, არავინ არ დაღუპულა, რა თქმა უნდა. ჩვენ წელიწადზე მეტია ვმუშაობთ საქართველოს რკინიგზასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, რომ შევიმუშაოთ ამ ტერიტორიის რეკონსტრუქციის გეგმა. თვისობრივად შეიცვალა იქ რაღაც მომენტები, რაც ვთქვათ, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის რაღაც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელებას გეკმავს მერია და გაიწელა
ეს პროცესი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე გარკვეულები ვიქნებით რეალურად თუ რა სივრცერჩება მან დეველოპმენტისთვის და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს გამოხატული მზაობა, რომ აღვადგინოთ აქ ეს სავაჭრო ცენტრი უფრო განახლებული ფორმით და უკან დავაბრუნოთ იმ 300-ზე მეტი დაზარალებული მოვაჭრე, რომელიც იქ მოღვაწეობდა, განთავსდებოდა და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ამას ჩვენ უყურებთ ერთი რა თქმა უნდა ბიზნესად, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენს ასე ვთქვათ ვალდებულებადაც. მზაობა და მხარდაჭერა ვიტყვი რომ არის, თუმცა პროცესი დღეს არის იგივე მუშა პროცესი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დასრულდება წლის ბოლომდე და ჩვენ შევძლებთ უკვე მომავალ წელს აქტიურად ამ მიმართულებით კონკრეტული ციფრების გაჟღერებას თუ რა საჭიროებები იქნება გასაკეთებელი. და კიდევ ერთი კითხვა, თქვენი თბილისის ცენტრალის ანგარიშგებას ვკითხულობდი დღეს თქვენთვის რომ ემზადებოდი ჯგუფს დაგეგმილი აქვს იქ ეწერა რომ ბორჯომის სადგურის რეაბილიტაცია მათ შორის ეგ სავაჭრო ფართების მოწყობა ეს იგივე ტერიტორია არის რაც დაიწყო ეს იგივე ტერიტორია ყოფილი ბორჯომის სადგურის ტერიტორია ეგ რეალურად თვითონ ბორჯომში არ მიდივართ არა ხო ვიცი უბრალოდ ბორჯომის ხიდი ქვია იმ ტერიტორიას ხო და მეთქი სხვა ნაწილია ცოტა გასაგები კი ბატონო ძალიან ცოტა დრო გრჩება და უძრავი ქონების სფეროზეც მოკლედ კითხავთ ძველ ინტერვიუებს ვკითხულობდი ასევე რაღაც გეგმები გქონდათ თითქოს მათ შორის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში შესulis აქ ხართ აქტიურად გეგმაშია ჩვენი ჯგუფი არის სხვადასხვა მიმართულებით აქტიური კი სხვადასხვა კომპანიებით ვართ ჩაშლილები აქეთ კი წარმოდგენილი ვახორციელებთ და ვართ გეგმარების პროცესში რასაც მე თბილის გარეთაც და თბილის შიგნითაც, თუმცა ეს ყველაფერი ისევ ხავს გვაუსვავ ჯერ არის გეგმარების პროცესი და თუ რამეში გადაიზრდება პირველი ვინც გაიგებ თქვენ იქნებით. წარმატებები თქვენ ჯგუფს და ჩემი ტრადიციული კითხვაც უნდა დაგისვათ, რა სჭირდება ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს განვითარებისთვის? ევროპა ბევრჯერ ვახსენეთ. ამ გზაზე რა დაგვაბრუნებს, ვინ დაგვაბრუნებს? რაც მოიტანს მერე მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას. მე ესე ვიტყოდი რა, მეტი თავისუფლება გვჭირდება რა. მეტი თავისუფლება ყველა კუთხით. ყველა მიმართულებით, როგორც საზოგადოებრივ სფეროში აღებული, ბიზნესში გადატანილი თუ პოლიტიკაში გაკეთებული და ასე ვთქვათ, ის ხელოვნურად შექმნილი ბარიერები იქნება თუ წნეხები იქნება თუ იქნება, რაც დღეს ამას ყველაფერს ადამიანებს აწვება, მათ შორის ბიზნესებს, ხო? აი ამის თავიდან მოშორება გვჭირდება. რა გზას გადის დღეს საქართველო? ერთ-ერთ ინტერვიუში Forbes-თან დღეს ყველაფერი წავიკითხე, მე თქვენთვის რომ ემზადებოდი, ესე ყვებოდით, რომ GRD-სმა მაშინ გადაწყვიტა საქართველოს ბაზარზე გამოჩენა, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა მეტი კორუფციის ატანა რომ აღარ უნდოდა და აღარ შეეძლო. დღეს ბიზნეს რისი ატანა უწევს? და რა გზას გავდივართ? თქვენ არ გიახსენეთ 2003 წლიდან დაიწყო GRD-ის ფორმირება და ეს იყო ასე ვთქვათ ედუარდის პერიოდის დასასრული და რაღაც ახალი სუნთქვის შემოტანა. მე გამიმართლა და სხვათა შორის მოვხდი ჰარვარდის უნივერსიტეტში იმ პროფესორებში და იმ გუნდში, რომელიც თავის პერიოდში ამაში ეხმარებოდა მაშინდელ ხელისუფლებას. და აი რო იტყვიან პირდაპირ დაგვიდეს ესე მაგიდაზე იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც თქვენს რომ აი უბრალოდ ეს გააკეთეთ და შედეგი გექნებათ. დღევანდელ მოცემულობაში ვიტყვი რომ დღეს ალბათ იცით კარგი მრჩეველი და კარგი თქმელი ჭირდება ამ ქვეყნის ხელისუფლებას რომ აუხსნას ერთის მხრივ აუხსნას თუ რა შესაბამისს უშვებენ და მეორეს მხრივ კი იმ თქოს კაი გამგონია ეგეც მანდვე არის და ეს ყველაფერი ერთობლივად ის რაც არის იმისთვის რომ ქვეყანას რომელსაც მართლა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ყველა კუთხით შეიძლება უფრო სწრაფად და დიდი ნახტომებით წავიდეს. ყველაზე მთავარი რეფორმა, აი რაც ქვეყანას სჭირდება დღეს იმისთვის რომ აი ეს დასავლელი დაპაუზებული ინვესტორებით შემოვატრიალოთ, რა იქნებოდა? ცოტა ხნის წინ აღადგინეს ინვესტიციების სააგენტო, ადრე გააუქმეს, მე აღადგინეს, მაგრამ სიფს რომ შეეძლოს ესე მარტივად ინვესტორების მოზიდვა ალბათ. მე ძალიან კარგად მახსოვს თავის დროზე საერთაშორისო სააგენტო როცა არსებობდა, რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა. პარალელურად არსებობდა კიდე ეგრეთ წოდებული ექსპორტის განვითარების სააგენტო. მე შეიწყნენ, მე გაუქმდნენ, მე ის გაკეთდნენ ისეთ მაგას არსების მნიშვნელობა არ აქვს რა. როდესაც ხარ პატარა ქვეყანა, ყველა დონეზე, ყველა ვისაც ხელისუფლება, იქნება ის პოლიტიკოსი, იქნება ის ბიზნესმენი, იქნება ის ცნობილი საზოგადოებრივ მოღვაწე, ამ სპორტსმენი არა, აქ იმის უნდა
ჰქონდეს იმაზე ორიენტაცია, რომ ეს ინვესტიციებზე იმუშაოს, არა პირდაპირ იქნება თუ პირდაპირად იქნება და უცხოთა შორის ერთი რამე მნიშვნელოვანი მასაც ვიტყვი, იმიტომ რომ უკვე ხანუკე გაშღერებულია, სპორტსმენზე გამახსენდა, წლის ბოლომდე თბილისის ცენტრალში ასევე გაიხსნება მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია. ანუ ბატონ მერაბთან ერთად ჩვენ ამ პროექტს ვამუშავებთ ასევე და ანუ ურთერთ ყველაზე სერიოზულ საწვრთნელ ბაზას ვქმნით დღეს საქართველოში ამ მიმართულებით, სადაც ძალიან ფანტასტიკური შედეგები ქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან საინტერესო და კარგი ნიუსი იქნება ბევრი ამ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდისთვის და მათი კომაგებისთვის. ძალიან საინტერესო თქვენ იქ ადგილზე იქნება თქვენი ჯგუფი აკეთებს და ერთობლივი პროექტი გვექნება. და ალბათ მე წესებსაც პირობებსაც ვის შეიძლება თქვა საწოლ. ხო, მოდი ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი გახდება დეტალები გავხდება ცნობილი სექტემბრის ბოლოს. აჰა, წარმატებები, წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში? რა დავასრულოთ მაშინ? ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს დასასმელი და ამოდი ამ ეტაპზე არ ჩამოვთვლი. კარგით. წარმატებები კიდევ ერთხელ მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ბიზნესმენი ლევან ყარალაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.